ეს არის ხსენება მოწამეთა მთავარდიაკონი ლავრენტისა, სიქსტე პაპისა, ფელიქსი მედ აღაპიტე დიაკონთა და რომანოს მხედრისა, რომელიც ეწამნენ რომში. განსაკუთრებული ღვაწლი აქვს წმინდა ლავრენტის და მინდა რომ წაგიკითხოთ და ყურადღება მივაქციოთ ყველაზე მთავარს, რაც იქნება აქ სათქმელი. წმინდა სიქსტე პაპი, მთავარდიაკონი ლავრენტი, ფელიქსი მედ აღაპიტე დიაკონი და რომანოს მხედარი ეწამნენ 258 წელს იმპერატორ ავრელიანეს ზეობისას. სიქსტე პაპი რომის ეკლესიის მეტწაჭედ წმინდა პაპ სტეფანეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ იქნა დადგენილი. უნდა ითქვას, რომ მაშინ რომის პაპად რო აგირჩევდნენ, ეს პატივს და დიდებას კი არ ნიშნავდა, ეს რამდენიმე დღეში სიკვდილს ნიშნავდა. წმინდა პაპი აწამეს სტეფანე, შემდეგ აღსაყდრეს სიქსტე. სიქსტეც რამდენიმე ხანში აწამეს. ადამიანებს ისე უყვარდათ ქრისტე, ძველ ქრისტიანებს, რომ მზად იყვნენ ქრისტესთვის ამებულიყვნენ. პატივსა და დიდებას ძველ დროში არავინ არ ეძებდა თითქმის. მალე სიქსტე პაპი შეიპყრეს თავის ორ დიაკონთან, ფელიქსიმესთან და აღაპიტესთან ერთად საპრობილეში გამოამწყვდეს. როცა მთავარდიაკონი ლავრენტი შეხვდა პაპს, რომელიც დილეგში მიყავდათ, შეღაღადა. სად მიდიხარ მეუფეო? რატომ ტოვებ შენ მთავარდიაკონს? ვისთან ერთადაც წირავდი უსისხლობს ხელს, წამიყვანე, რომ ქრისტესთვის სისხლის დათხევაშიც შენი თანაზიარი ვიყო. ნეტარმა სიქსტე მიუგო. კი არ გტოვებ შვილო ჩემო, მოხუცი ვარ. და იოლ სიკვდილზე მივდივარ. შენ უფლო ძლიერ დაიტანჯები. უწყოდე ჩვენი აღსასრულიდან 3 დღის შემდეგ თან გამომყვები. ახლა კი წადი და ეკლესიის განძეულობა დევნილ და გლახა ქრისტიანებს დაუნაწილე. როგორი ყურადსაღები ამბავია დააკვირდით, პაპი შეიპყრეს, მიყავ საწამებლად ორ დიაკონთან ერთად და მთავარდიაკონი ლავრენტი მესო დაინახა, პაპს ეუბნება, სად მიდიხარო, რატომ ტოვებ? შენთან ერთად წირავდიო, შენთან ერთად სახურობდიო და შენთან ერთად მინდა რომ ეწამო. ეხლა ესეთ ერთგულებას სად ნახავ? მე ამას რატო უსმევ ხას? ხშირად ხდება ხოლმე, რომ მოძღვარს ვინმე დასწამებს სილს. ეს ძველი მეთოდია. ადამიანები დააბყოლო და ეკლესიის მიმართ უნდობლობა ჩაუნერგო ადამიანს, თითქოს გველს რაღაც ეშლება. ეს ძველიდან ესე იყო ყოველთვის. და ეს ადამიანები იჯერებენ. კაცი, რომელიც 10 წელი შენ გვერდზე იყო, ჭკუას არ იგებდი, გვერდზე ედექი, ისიც მორჩილად მოყვებოდა, ვიღაცამ რაღაცა თქვა და გადაუტრიალდა გონება. უნდა გაიხსენო წმინდა ლავრენტი. განაც სილის წამებამ შეარყია. განა რაღაც ჭორემა შეუცვალეს აზრი. პაპი რომ მიყავდათ საწამებლად სიქსტე და თვითონ დარჩა, ეხვეწებოდა მეც სამიყვანეო, მე შენთან ერთად მინდა მოვკვდეო. ეხლა სად იპოვე ესეთ კაცს? ეპისკოპოსთან ერთად სიკვდილი რომ უნდოდეს, მღვდელთან ერთად სიკვდილი რომ უნდოდეს. ის კი არა ხანდახან უხერხულობაში ვარდებით ხოლმე მე საყვადურს ვეუნებით. აი შენ კაი მღვდელი ხარ და ეგრევე მოაყოლეს მღვდლების განკითხვას. და რანაირ ქრისტიანი ხარ? ან მღვდელმა როგორ უნდა მოусმინო? შენ გაქებს იმათ შენ მეგობრებს განიკითხავს. აი ესეთი მზაკრული დრო მოვიდა, ესეთი დაცილება არის ქრისტიანებისა
წმინდანმა აღასრულა მღვდელმთავრის კურთხევა. როცა ლავრენტიმ გაიგო, რომ პაპი დიაკვნებთან ერთად სამჟავროზე წარადგინესო, მათთან გაეშურა და პაპ სიქსტეს მიმართა. მეუფეო, უკვე შევასრულე დავალება. შენი გადმოცემული განძი დავაგროვე, არ დამტოვო. რაღაც განძის შესახებ რომ ესმათ, მეუბრებმა დააკავეს ნეტარი. მარტვილებს კი თავი მოკვეთეს. ეს მოხდა სველი სტილით 6 აგვისტოს. 10-ში უკვე ლეონიდეს ლავრენტი აწამეს როგორც პაპა უწინასწარმეტყველა, რომ 3 დღის მერე შენც ეწამებია. იმპერატორმა ვალენტიმ საპრობილეში გამოამწყვდია და მასზე თვალყურის დევნა ციხისთავ იპოლიტეს დაავალა. თავარდიაკონი ლოცვით კურნავდა მათთან შეკრებულ სნეულებს. აღსრულებული სასწაულებით განცვიფრებულმა ციხისთავმა იპოლიტემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მთელი სახლეულთან ერთად ნათელიღო. მალე წმინდა ლავრენტი კვლავ წარადგინეს იმპერატორთან, რომელმაც გადამალული საუნჯის ადგილსამყოფელის გამხელა მოითხოვა მისგან. ნეტარმა მიუგო, თუ 3 დღის ვადას მომცემ, გაჩვენებ განძს. ამ ხნის მანძილზე ლავრენტიმ თავი მოუყარა მხოლოდ ეკლესიის კმაყოფაზე მყოფ მრავალ დავრდომილსა და გლახაკს. მეფეს წარუდგინა ისინი და უთხრა: აი ჭურჭლეულება, რომელშიც განძია დაფლული. ყველა ვინც ამ კეცის ჭურებში დამარხავს თავის საუნჯეს, აღნადგინებით ურთ მიიღებს მათ ცათა სასუფეველში. ამის შემდეგ მტარვალებმა კერპების დაყვანისემა მოთხოვეს ქრისტეს ტარიქს. და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, საშინელი სატანჯველები დაატეხეს მას თავს. გვემდნენ ნემსებიანი წვრილი რკინის ჯაჭვებით, ღრიანკალებით ჭრილობებს ცეცხლზე უწავდნენ. კალის წყეპლებს ურტყავდნენ. მარტვილის წამების დროს უეცრად მხედარმა რომანოზმა წამოიძახა: წმინდაო ლავრენტი, მე ვხედავ ჭაბუკს, რომელიც შენ სიახლოვეს დგას და წყლულებს გიწმენს. შენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის არ დამტოვო. პირდაპირ დაინახა მხედარმა, რომელიც აწამებდა, როგორ ედგა ჭაბუკი და როგორ ანუგეშებდა წმინდა ლავრენტის და როგორ უწყებდა წყლულებს. ლავრენტი საწამებელი ძელიდან ჩამოხსნეს და საპრობილეში ჩააგდეს იპოლიტესთან. რომანოზმა საკანში სარწყულით წყალი მიუტანა ნეტარს და სთხოვა მოინათლა. წმინდა საიდუმლოს აღსრულებისთანავე ქრისტეს ახლად შეურდომილ ცხოვარს თავი მოკვეთეს. ანუ 9 აგვისტოს აწამეს წმინდა რომანოზი. ცველი ჯარისკაცი, რომელიც ლავრენტის ამებას უყურებდა. როცა ლავრენტი უკანასკნელად გახავდათ საწამებლად, იპოლიტეს სურდა აი ციხისთავარს გაეცხადებინა თავისი სარწმუნოება და მასთან ერთად მომკვდარიყო. მაგრამ წმინდა აღსარებელმა დაუშალა: შენი აღსარებლობა ჯერ გულში დაიმალე, სულ მალე მე მოგიხმობ. შენ წყურად იღებ და მოხვალ ჩემთან. ჩემ გამო კი ნუტირი, გიჯობს ხარობდე. ბრწყინვალე მოწამეობრივი გვირგვინით შესამყოფად მივდივარ. მარტვილი რკინის ცხაურით გავარვარებულ ნაღველდარზე დააწვინეს. მხედრები ზემოდან აწვებოდნენ ნეტარის სხეულს და მის წამებას აძლიერებდნენ. ცხელ ცხაურზე ხო იწვა და კიდე აწვებოდნენ, რომ უფრო მაგრა დამწვარიყო. წმინდა ლავრენტიმ საჯულს მიაპორო თვალები და უთხრა: ერთი მხარე უკვე გამოცხო. გადამაბრუნეთ. შემდეგ უკვე სულ მობრძავმა ხმახო. გმადლობ უფალო იესო ქრისტე, რამე თუ ღირს მყავ შენს ბჭეთა შორის განვლისა და აღესრულა.
ხამი წმინდა იპოლიტემ წაასვენა წმინდა ცხედარი, სუნელოვანი ნელსაცხებელი გახოპოხილ ტილოებში შეგრაგნა, ამის შესახებ ხუცეს იუსტინეს აუწყა. ქვრივი კვირიაკია სახში უფლის სათნოყოფელის ნაწილებზე ღამისთების ლოცვები და საღვთო ლიტურგია აღასრულეს. იქ ყოფი ყველა ქრისტიანი ეზიარა წმინდა საიდუმლოს. შემდეგ კი 258 წლის აგვისტოს წმინდანის პატიოსანი ცხედარი მღვიმეში დაფლეს. წმინდა იპოლიტე და სხვა აღსარებლები წმინდა ლავრენტის მიცვალებიდან 3 დღის შემდეგ 13 აგვისტოს ეწამნენ, რაც ადრევე უწინასწარ მეტყველება მათ ნეტარმა მთავარ დიაკონმა. აი ესეთი საოცარი ღვაწლი აქვთ წმინდა ლავრენტის, სიქსტე რომის პაპს, რომანუს საკნისცოლს, იპოლიტე ციხისუფროს, ფელიქსიმე და აღაპიტე დიაკონს. აი ნახეთ, უცნაური ამბავია, რომის პაპი, დიაკონები, ციხის მცველი და ერთ-ერთი მხედარი ეწამნენ. ციხისმცველი იყო, მაგრამ გული ადამიანის ჰქონდა. რომ დაინახა, ასეკეთებდა. წმინდა ლავრენტი ლოცვით როგორ კუნებდა, უთხრა რომ მომნათლეო. მხედარმა რომანოზმა, რომელიც უყურებდა მისამებას და დაინახა რომ ანგელოზი როგორ ანუგაშებდა, უთხრა წმინდა ლავრენტი არ მიმატოვო და არც მიატოვა. ნახეთ, საწამებელ კაცთან მივიდა სარწყულით, ჭურჭლით მიიტანა წყალი და უთხრა მომნათლეო. მონათლეს თუ არა იმ წავშებ თავი მოჭრს. აი როგორი წმენა ქონდა ძველ ქრისტიანებს. ეხლა ადამიანი მოვა მოსანათლად და მოზნილ ადამიანს თუ დაუწყე საუბარი რომ ჯერ ჯული უნდა ისავლოს და მერე უნდა მოინათლოს, წავა სხვაგან. ერთი შემთხვევა იყო ჩვენთან, ადამიანი მოვიდა ნათლობა უნდოდა და ბევრი არ მისაუბრია, უთხარი რომ ნათლობისთვის უნდა მოემზადოს და მივეცი წიგნი. რომ წაიკითხოს ეს წიგნი. და თუ ამ წიგნს დაეთანხმება მოინათლოს. აღარ მოსულა. ვერ გაიგო. აბა როგორ უნდა მომენათლა თუ არ ეცოდინებოდა სარწმუნოება. აი როგორ დავცილდით ძველი ქრისტიანების რწმენას. აქ წირვის შუაში საუბარი ნახეთ რაზე იყო. რომ ცხონდე ჯერ უნდა იწმუნო ქრისტე და მერე ქრისტეს ცრებები უნდა შეასრულო. ვისაც ქრისტე არ აწამს, ის ასრულის ღირსი ვერ გახდება. ვინც ქრისტეს ცნებებს არ ასრულებს, ის ვერ გადარჩება. ამიტომ ღმერთს პირველ რიგში მადლობას უნდა ვწირავდეთ, რომ ეკლესიის წევრები ვართ, ერთადერთი მართალი სარწმუნოების მიმდევრები ვართ. და მეორე, ჩვენ თავს უნდა ვაიძულებეთ, რომ ღვთისმსახურება შევასრულოთ. ნახეთ როგორ იყო ნათქვამი, რომ უფალი ეტყვის, ვისაც ვინც ამბობდა სიტყვით ღმერთი მწამს, მაგრამ რწმენით არ ცხოვრობდა, რომ განმეშორენი ჩემგან ყოველნი მოქმედნი უჟულოებისანი. ეს სიტყვები ღმერთმა არც ჩვენგანს არ მოასმენინოს. პირიქით ღმერთმა ინებოს, რომ მოვისმინოთ სიტყვებით, მოვედით კურთხეულო მამისა ჩემისან და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ამას უნდა შრომა, ამას უნდა ღვაწლი. ნახეთ როგორ იყო ნათქვამი სახარების შემდგომ საკითხავში, რომ მთელი ძალით უნდა შეეცადოს კაცი, რომ ცოდვას თავი დაანებოს. და მთელი გულმოდგინებით უნდა შეიმოსოს იმ ცოდვის საპირისპირო სათნოება. იმიტომ წერია მოიქეს ბოროტისაგან და ქმენკეთილი. იკეთებდი აბორტებს ეკლესიაში, რომ მოხვედი უნდა აჩინო შვილები. ქმარს კი არ უნდა უთხარო, იცი რა, მოდი, აბორტს ვერ გავიკეთებთ ეხლა, შეიძლება, მაგრამ მოდი შვილებსაც თუ გავაჩენ, თავი დავიცოთ. უნდა გააჩინო შვილები. არ ცხოვრობდი წმინდად? მიხდი რომ წმინდად უნდა იცხოვრო. შენი ცოლქრული ურთიერთობაც უნდა იყოს თვისთვის მოსაწონი. იყავი ენაჭარტალა? უნდა გახდე მდუმარე. იყავი ვერცხლის მოყარე? უნდა გახდე მოწყალე. მთელი ცხოვრება გაატარე გაბრუებულმა. ხან ღვინით, ხან ნარკოტიკით, ზემოქმედების ქვეშ. უნდა შეიყვარო სიფხიზლე. სხვანაირად არ გამოვარბი.
არ დადიოდი ტაძარში, რომ მოხვედი სულ უნდა იარო. რაღაც მნიშვნელოვანი ხდება შენ ცხოვრებაში, მოძღვარს უნდა კითხო. უნდა დაუჯერო ეკლესიას. ნახეთ როგორები იყვნენ, საოცარი წმენა ჰქონდათ. პაპის აწამებლად მიყავდათ და ესენი მისდევდნენ ჩვენ შენთან ერთად გვინდა რომ გვეწამონ. იყო შემთხვევები, როდესაც წმინდანები გადასახლებაში წაყვნენ თავიანთ მოძღვრებს, თავისი ნებით. აი მოძღვერო გადაასახლეს ეს გაყვა. კი არ დაიჯერა რომ ცუდი მოძღვარი ყავდა. რომ ბრალი დასდეს და გადასახლებაში გაუშვეს, თვითონ წაყვა. ცილისწამებას არ უნდა აყვით. ეს ერთ-ერთი მეთოდია ადამიანები ღმერთს დააცოლონ. მოძღვარს ჩამოაშორო. იმას ცილს დაწამებენ და თავის მართლებას ხო არ დაიწყოს კაცი, ითმენს. ერთხელ ათანასე დის დააბრალეს, რომ კაცო ხელი მოაჭერიო და მოკალიო. და რამდენიმე წლის მერე ეს კაცი კრებაზე მიიყვანა. აი ეს კაცია უთხერო თვითონ რომ მე მოკალიო. გამოწია აბა ორი ხელი გაქვთ, გამოწია ორი ხელი ქონდა. ის ხელი რომ მოიტანეთო მოჭრილიო, ვისი ხელი იყო ერთ ეგ მაინტერესებს, მე ათანასე დიდმა თვითონ კითხა თავის ცილისწამებს. არ უნდა დაიჯეროთ. ცილისწამება. პირიქით უნდა გჯეროდეს სახარების. უსმენდე მოძღვარს მიყვებოდეთ, თუ კაცი სწორედ საუბრობს, სწორედ ცხოვრობს. იმას არ უნდა ჩამოსილდე. ხშირად როცა ეშმაკი დაინახავს ადამიანის ორზაზე დადგა პირველი შეტევა იცით რა არის? რომ მოძღვარს არ დაუჯეროს. იმის წინააღმდეგ განაწყოს, იმიტომ რომ ამ კაცს ღმერთისკენ მიყავს ეს. ის ხედავს ჩვენი მტერი. ამიტომ ნუ დაიჯერებთ. ხანდახან შეიძლება მოძღვარმა მკაცრადაც გითხრას რაღაცა. კი უნდა გაებუტო. აგი მამა რო უყვარდა დიაკონი ეუბნებოდა წამიყვანე მე ჩვენთან ერთად მაწამონო, წამიყვანეო. რატომ ტოვებო? ის უნდა დაიჯერო რომ ეს კაცო, თურმე უგონ კაცად ნელაპარაკება ეს რა მითხრა. საჭირო იყო და იმიტომ გითხრეს. მოითმინე. აი ელემენტარულად გამოგცა და რას იზავდე. აბა როგორი იყავ? ერთმა ძალიან მოხსეს. ჩვენ მოძღვრებს დაუჯეროთ. ზუსტად ისე, როგორც ლავრენტი უჯერებდა სიქსტე პაპს და ნახეთ პაპი რას ეუბნება? შვილო. ეს ძალიან ყურადსაღები სიტყვებია. განახტოვებო. მე მოხუცი ვარ და უბრალო მალე სიკვდილზე მივდივარო. მალე რო გარდავიცვალო და შენო ძალიან ბევრი უნდა დაითმინო ჩემთვის. ღვთისთვისო. და ნახეთ როგორ აწამებდნენ. გლდემზე ყავდა დაწოლილი და ეს ბეჭში აწუბოდნენ და როგორ მშვიდად ეუბნება. აი სული წმინდა როგორ როცვლის ადამიანს. ეს ხარი გამომიცხაო, გადმომაბრუნდეთ ახლა მეორე მხრიდანაც გამოცხო. ერთმა გვიშველოს დღეს მოხსენიებული წმინდანების ლოცვით და ეკლესიის ერთგულების ზალა მისცეს ყველა ჩვენგანს. ამინ.